ეროვნულ სასახლეში მუსიკალურ მიმართულებებზე მოსწავლეთა მიღება დაიწყო. ამ დროისთვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. მოზარდები ქართულ ფოლკლორს, საგალობლებსა და ქალაქურ სიმღერებს შეისწავლიან. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ სასახლეში სხვადასხვა ანსამბლი, ჯგუფი და მუსიკალური სტუდია ფუნქციონირებს. მათ შორის არის სიმი, ზიური, დარიალი, ალიონი, საუნჯე, ახალგაზრდული კაპელა და სოფო ტოროშელიძის ვოკალის სტუდია. გვინდა გაცნობოთ ეროვნული სასახლის სახელით, რომ განახდა მიღება 23-დან 28 მარტის ჩათვლით, კერძოდ ფოლკლორულ ანსამბლებში. მე წარმოვადგენ ამ შემთხვევაში ანსამბლ დარიალს, რომლის ხელმძღვანელიც გახდა ვართ. ეს ანსამბლი ჩამოყალიბდა 1986 წელს ბატონი თემურ ხევხიშვილის მიერ, საუკუნის ხმის მიერ. გაგვაჩნია ძალიან დიდი სასიმღერო ტრადიცია. შესაბამისად ვიწვევთ მოვალთაობას, რომ გააგრძელონ ეს დიდებული საქმე, რასაც ქართული ხალხური სიმღერა ქვია. ორგანიზატორთა განმარტებით რეგისტრაცია 23 მარტამდე გაგრძელდება. ეროვნულ სასახლეში ღია კარის დღე კი 25-28 მარტს გაიმართება. 32 წელზე მეტია უკვე მოსწავლეთ სასახლეში, ჩვენს ეროვნულ სასახლეში ვასწავლი ქართულ ხალხურ საკრავებს. წლების მანძილზე უამრავი ბავშვი გაწევრიანდა და შეისწავლა საკრავები და უკვე ამდენი თაობა მყავს გაზრდილი უკვე ჩემი ყოფილი მოსწავლეები უკვე თვითონ მიგზავნიან თავიანთ შვილებს ახსაზრდელად.